ქუთაისის ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ლაპარაკობენ პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წევრები. მათი განცხადებით 2016 წლის ბიუჯეტში გაზრდილია ქალაქის ადმინისტრაციული ხარჯები და ხელფასები, მაშინ როდესაც თანხა მოაკლდა განათლებისა და ინფრასტრუქტურის დარგებს. რეალურად ქუთაისი ღარიბდება, ბიუჯეტის მოცულობა შემცირებულია 20 მილიონი ლარით, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების მიმართულებით იმ ფონზე, როდესაც მერის დაფინანსება იზრდება 130,000 ლარით და გვეყოლება ახალი თანამშრომლები უამრავი ატესტაციის ფონზე და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კრიზისული ბიუჯეტი და 2016 წლის არჩევნებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. პირველ რიგში ძალზე დასანანია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ გირჩმა ქუთაისში თავის მოღვაწეობა ასეთი აბსურდული ბრალდებებით დაიწყო, იმიტომ რომ ეს უპირველეს ყოვლისა ბიუჯეტის და ზოგადად ფინანსური საკითხების მიმართ არაკომპეტენტურობას მიუთითებს. ეს არის ცოცხალი საბიუჯეტო პროცესი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2016 წლის განსახორციელებელ პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა, უახლოეს დღეებში ეს თანხა დამტკიცდება.